მოგესალმებით. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ქართულ-ოცნების ქობულეთის ოფისის წინააღმდეგ მზადდება პროვოკაცია. კერძოდ ხელისუფლებას ესაპირებს ოცნების ოფისში შემოაგზავნოს ნარკოტიკების მომხმარებელი. მისი შემოსვლა დაფიქსირდება ვიდეოკამერებით და შემდეგ კი მონტაჟის საშუალებით აპირებენ ფაქტის ფაბრიკაციას. თითქოს ოფისში ხდება ნარკოტიკული საშუალებების მიღება, გავრცელება, თითქოს აქ ნარკომანიის ბუდეა. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ამ პროვოკატორის ვინაობის დასახელებას, თუმცა ვიცით ვინ არის ის. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ქართული ოცნება ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც არასოდეს დააბრუნებს ქვეყანას კრიმინალსა და ქაოსში. ხოლო ხელისუფლებას კი ვაფრთხილებთ, თავი დაანებოს მსგავსი ბინძურ პროვოკაციებს, რადგან მათი მცდელობის მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია 1 ოქტომბერს გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში და რეალურ ცვლილებებს განახორციელებს ყველა სფეროში, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების ზომებს, რის გამოც შეიძლება მოქალაქეებს შეუფერხდეს დღეს ოფისში თავისუფლად შემოსვლა. ამიტომ უხდით მას ბოდიშს და ეს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიღება ჩვეულებრივად აღდგება ხვალიდან. იმ მოვლენების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ძალიან გაოცებული ვარ, რომ ხელისუფლება მიდის მსგავს პროვოკაციებზე კიდე. მე ვთხოვ ჩემს ქობულეთებს, ქართულ მოსახლეობას, რომ არ წამოეგონ არავითარ პროვოკაციას, შანტაჟს არ წამოეგონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქობულეთები ამას გაიგებენ. არ არის აქტივისტი, მაგრამ არის ალბათ ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც აცხადებს, რომ ესე იგი ხარჯ უჭერს ქართულ ოცნებას და თავის პოზიციას. ყოველ შემთხვევაში ახლა მე არ შემხედრია, მაგრამ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება. რეაგირება ოფისში გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომებს, რომ აქ მოსული მოქალაქეებიც იყვნენ დაცული და თვითონ ოფისის თანამშრომლებით და ქართული ოცნების წევრებით. საკმაოდ კომპეტენტური წყაროა, მე უფლება არ მაქვს, რომ მოგაწოდოთ მასზე ვინ არიან, რა არიან.